წერალთა სახლში ლიტერატურული პრემია მუზას დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. დაჯილდოებაზე 11 ნომინაცია იყო წარდგენილი. გამარჯვებულები სხვადასხვა საკონკურსო ნომინაციაში გამოვლინდნენ, მათ შორის დაჯილდოვდნენ საუკეთესო რომანის და პროზაული კრებულის ავტორები. ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრემია მუზა ტარიელ ხარხელაურს გადაეცა. წერალთა სახლმა წლევანდელი წელი დაასრულა პრემია მუზის გაცემით. დაჯილდოებულები არიან ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები, ძალიან ნიჭიერები, ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ეს ძალიან გვახარებს, რომ ეს პრემია უკვე გახდა პრესტიჟული, გახდა მნიშვნელოვანი მწერლებისთვის. წერალთა სახლში გვაქვს მუზას დაჯილდოება. მუზა არის საქართველოს კულტურის სამინისტროს პროექტი, რომელსაც ახორციელებს წერალთა სახლი. დებულების თანახმად გაიცემა 11 პრემია და წელს გაიცა 10. ერთი ნომინაცია არ გაიცა, იმიტომ რომ კონკურსი არ შედგა, წარმოდგენილი იყო ერთი ნაწარმოები. ავიმარჯვა წლის საუკეთესო რომანი, არ ვიცი, ისეთ ემოციებში ვარ ახლა ამ წუთას. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში წერალთა სახლს ორგანიზატორებს ყოველას აბსოლუტურად, იმიტომ რომ ალბათ შემოქმედებისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება არის შემოქმედების აღიარება და უდიდესი მადლობა ჩემთვის, ძალიან დიდი мотиваცია იყო ეს ყველაფერი. რაც შეეხება ჩემს რომანს, გარდაცვალება გაღვიძებამდე არის ფილოსოფიური ჟანრის რომანი.